წარმოიდგინეთ ბიზნესი, სადაც კლიენტს არჩევანი არ აქვს. ან გადაიხდის, ან მოკვდება. ეს არის ფარმაცევტული ინდუსტრია, წამლების იმპერია. და ის, რასაც ახლა გეტყვით, ფარმაცევტულ კომპანიებს არ უნდათ რომ იცოდეთ. საქართველოში ხშირად ვხედავთ მშობლებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და ბავშვებისათვის წამალს ითხოვენ. მაგრამ დაფიქრდით, რატომ ხდება ესე? რატომ არის წამალი ასეთი მიუწვდომელი? რა ღირს რეალურად მისი წარმოება? მაგალითად, ინსულინი 1923 წელს გამოიგონეს და გამომგონებლებმა პატენტი $1 გაყიდეს, რომ ხელმისაწვდომი და იაფი ყოფილიყო ყველასათვის. დღეს კი ფლაკონის ფასი 40 ლარია, როცა მისი დამზადება 2.5 ლარიც კი არ ჯდება. სად მიდის ჩვენი ფული? პირველი, მარკეტინგში. დიახ, მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიები კვლევასა და განვითარებაზე ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე რეკლამასა და ექიმების დარწმუნებაზე. მეორე, პატენტური სისტემაა. როცა კომპანია ახალ წამალს გამოიგონებს, 20 წლით მონოპოლიას იღებს. ამ პერიოდში ფას თვითონ ადგენს და სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ აქვს. ერთი წუთით დაფიქრდით, 20 წლის მონოპოლია სიცოცხლის შემნახველ წამალზე. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომების ბიზნესია. დღევანდელი ფარმაცევტული მოდელი არ არის ორიენტირებული განკურნებაზე. ის ორიენტირებულია სიმპტომის მართვაზე. რატომ? იმიტომ რომ განკურნებული პაციენტი არის დაკარგული კლიენტი. დიაბეტი, წნევა, ქოლესტერინი, დეპრესია ეს ის სფეროებია, სადაც კომპანიების მთავარი მოგება იქმნება. და სწორედ ამიტომ თბილისში ერთ ქუჩაზე 5 აფთიაქია. როცა ერთ ბიბლიოთეკას ვერ ნახავთ 5 ქუჩაზე. ჯანმრთელ ერზე ვერ გამდიდრდები. ავადმყოფზე კი დიახ. ვიცი რას ფიქრობ ახლა. კარგი, მაგრამ წამლები ხომ მაინც გვჭირდება. ნამდვილად გვჭირდება და მე არ ვამბობ, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია ბოროტებაა. ვამბობ, რომ ეს არის ბიზნესი და ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მიზანი მოგებაა და არა ჩვენი ჯანმრთელობა. როცა შემდეგ ჯერზე აფთიაქში შეხვალ, დაფიქრდი ერთ კითხვაზე. ეს წამალი მკურნალობს თუ მხოლოდ აშორებს სიმპტომს და გამოიწერე არხი.